2013 წელს ჰოლივუდმა გამოუშვა მორიგი ფანტასტიკური ფილმი სახელად Oblivion. ქართულად დავიწყებას ნიშნავს. ფილმი ეხება კლონების ცხოვრებას. თავარ გმირს აქვს ასეთი პრობლემა. იგი იმდენად კარგი კლონია, იმდენად კარგად არის დაკოპირებული, რომ მოგონებებიც იმისი აქვს, ვისგანაც არის აწყობილი. აგონდება ქალაქი, რომელშიც არასოდეს უცხოვრია, სახლი, რომელშიც არასოდეს ყოფილა, ენატრება ცოლი, რომელიც არასოდეს ყოლია და ძალიან წვალობს აი მოგონებებისგან. თითოეული ჩვენგანი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურები ვართ, მეორე ჩვენნაირი არ იყო და არც მომავალში არ იქნება პიროვნება, თუმცა გარეგნობით შეიძლება მსგავსი ადამიანების პოვნა, მაგრამ სული, ინდივიდი, ეს ინდივიდუალურია. მაგრამ სულის თვისებები ყველას ერთი უბედურება გვჭირს. მე არ მინახია, აი ვინმე ფული იშოვა და მამაკაცი. პირველი რასაც აკეთებს, უნდა იყიდოს მიწა, ჩაყაროს ხეხილი, თავისი ბაღი გააშენოს, იქ შეიძლება ტბაც ამოჭრას პატარა, თავისი სამოთხე მოიწყო. გოგო, როგორც კი ნაბიჯების გადადგმას ისწავლის, 2 წლისა, 3 წლისა, 5 წლისა, ეგრევე წითლად შეღებილი ფრჩხილები, თავი უნდა გაილამაზოს, გაიპრანჭოს, თავისი ადამი უნდა მოინადიროს. ჩვენში მიდის პროცესები, რომლებზეც წარმოდგენაც არ აგვაქვს. ღვთისმადლი, მოღვაწეობით მოხვეჭილი ღვთისმადლი დაგვანახებს ამ პროცესებს. ყოველ ადამიანში ცხოვრობს აი ეს დაცემული ადამი, წესით ქრისტე უნდა ცხოვრობდეს. ვიმოღვაწეოთ, ვიშრომოთ, რომ არ ვგავდეთ იმ პირველ ადამიანს, არამედ მეორე ადამიანს, რომელიც არის უფალი ზეცით. მერთმა გადახაროთ.